მოგესალმებით, ეთერშია Weather News-ი. დღეს საღამოს 9 საათზე შტატის მთავარ ამბებს გაგაცნობთ მე მარგარეტ ნული. დღევანდელ გამოშვებაში თქვენ ნახავთ. ქალაქები შეზრწუნებულნი არიან შტატში შექმნილი სიტუაციით. შტატში ფული არ იშოვება. შტატის ყოფილი გენერალი ალაპარაკდა. ის ღიად აკრიტიკებს დღევანდელ ხელისუფლებას. შტატში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად შტატის მოქალაქეების უმრავლესობა აკრიტიკებს მთავრობას. ისინი ღიად საუბრობენ პრობლემებზე და ამბობენ, რომ ბიზნესის წარმოება ამ შტატში შეუძლებელი გახდა. არანაირი პირობები არ არის, გვიწევს ყველაფრის ჩვენი შემოტანა, დაწყებული საქონლით, დამთავრებული ტაბლით, ნებისმიერი საკითხი, ჩემი ხელებით, აი დააკვირდით ჩემს ხელებს. ამ ხელებით მიწევს მანქანის გადმოტვირთვა, გადატვირთვა და ყველა. იმის გამო, რომ ეს ხალხი, რომელიც შემიძლია მე რომ დავიქირავო, ითხოვენ ძალიან ბევრს. და რატო ითხოვს ამ ყველაფერს? იმიტომ რომ მთავრობას აქვს დაკისრებული მოვალეობა, რომ მინიმუმ $100,000 უნდა გადაუხადო 48 საათში. 2 დღის განმავლობაში წარმოიდგინე. $100,000. $100,000 საერთოდ არ ვაჭრობ მე წელიწადში, ხო? ლოგიკურია. მithumetes შტატი ისეთ დღეში არის. ამას პლუს რაზე მაქვს საჩივარი და რა მინდა გითხრათ. ხო, ამასთანავე საჩივარი მაქვს აი ჩემს უკან რა შენობაც იმყოფება ამათი თლიანი სტაფის მიმართ. იმის გამო რომ მე გავხდი ცუდად, კუჭი მამტკივდა ეგრეთ ვთქვა და ვერავინ ვერ მიშველა იმის გამო რომ კომპეტენტური ადამიანი არ იმყოფებოდა აქ. არა შტატში, არამედ ზოგადად სამედიცინო სფეროს ატყავს პროფესიონალი თანამშრომლები. დიახ. გუბერნია ნოლი. როდის ნახეთ ხალხში გამოსულიყო გუბერნატორი. ნახეთ ბოლოს როდის. დიახ, რა თქმა უნდა, ატარებს რაიმე სხდომას. ჩვენ საკეთილ დღეოდ. ანუ რა თქმა უნდა. კიდევ რა გაინტერესებს, მითხარ, ყველა ჩავუშვებ. ხალხო, აჯანყდით, ნუ ეგუებით ამ უაზრო და უნიათო ქცევებს. მადლობა. ამის თქმა მინდოდა მეტი არაფერს. ძალიან გაბრაზებული ვარ ხა ქალბატონო, და იცი რა არის? როდესაც ძალიან გაბრაზებული ვარ, სწორ სიტყვებს ვერ ვძიებ. ხვდებით, მე მიჩემნია რომ ჩემი ხელებით გადაწყვეტს ეს ყველაფერი და ჩემი ხელებით რო გადაწყვეტს, პატგებიან და დამიჯერებ. ვინ იქნება მე მყვანი? მე. დიახ, თქვენ კითხეთ რამოდენიმე წუთის უკან გუბერნატორზე და გუბერნიაზე რას ფიქრობთ, ხო? მოდი ერთ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. ეს გაიხედეთ მარჯვნივ, ჩემიდან მარჯვნივ. ვაუ, კაცი გადახდა დაჟე, ისეთი რაღაცეები ხდება ამ შტატში. ჩემს მარჯვნივ არის თავარი ოფისი ჰოსპიტალის, ხო? მართალი ვარ თუ არა? დიახ. გამოსვლიდან 2 მეტრში შეხედეთ რა ხდება. სრული მსგავსობა. რა თქმა უნდა, სიცოცხლეს კი არ გვარჩენენ, პირიქით, უყავენ კაცო. ეხლა აუხსენე რამოდენიმე წუთის უკან, რომ ჩემს ბიზნესს ჭირდება თავარი, ეგრეთ წოდებული თავარი, რითაც მოვამარაგე პაჭას. უწევს ელიზეს გამგვა. თავარი მაგისტრალი სადაც არის. ამ მაგისტრალზე არის ძალიან დიდი კრიმინალი. შესაბამისად, ჩემს რამოდენიმე თანამშრომლებს, როდესაც რულზეზიან, ეგრეთ წოდებული რულაბოიჩკები რო არიან, მძღოლები ხართ. როდესაც მოდიან, აღაჩარებენ გზაში ამ თავარს. რა თქმა უნდა, ეს თავარი თუ მოწონთ, მიაქვთ და ჩვენებო ბიზნესი რჩება ნულზე. ეს მისი ბრალი არის. არის თუ არა სამთავრობო გუბერნიის და LSSD რას მეკეთებს, რას უნდა გამიკონტროლოს, ხო? რას მიკონტროლებს? აგერაც გამიკონტროლოს, აგერ თუ არა გიქცევს. ეს ჩასვით, აუცილებლად ჩასვით. რა თქმა უნდა. დღეს საგანგებო განცხადების დროს ყოფილმა გენერალმა თორნიკე ბარლიმ ღიად გააკრიტიკა გუბერნატორი, ის ასევე გადაწყვეტა ფედერალურ ბიუროს დირექტორს და ახალ გენერალსაც. გენერალი შევესწარი მომარაგებას. აი როგორი ხალხი ეს არის. ბავშვური შეხედულება, უხარიათ რომ კორონაში სწორად დადიან. უხარიათ რომ რაღაც შტატში ყავთ 15 ჯარისკაცი, როცა მე რო ვიყავი გენერლის მოადგილე, ყავდა შტატში დაახლოებით 55 ჯარისკაცი, მთელ შტატს ზანზარს ვცემდი, ვინ იყო ჩემი მომგები, ფიბი, LSPD და შეიფიბი რომ გაერთიანებულიყვნენ, თავს ვაჭამდი სამივე სტრუქტურას. გოვიდა ამოწე ზემოდან კიდე პეჩენია გუბერნატორი ვაფშე რისთვის დაინიშნა ეგ კაცმა არის რა უნდა გუბერნატორი სისტემები არ უნდობლობა მაგისთვის გამო დიახ ახლა მაგაზე თუ მიდის საუბარი აგერ რა ძველი გენერალი თორნიკე ბარლი გუბერნატორისთვის მაგ უნდობლობა გამოცხადებული პირში მაგ ნათქვამი ნასარი შევაყარე პირდაპირ სახეში და უთხარი რომ შემეთქი რა რagazzi მეთქი 24 დღე მე ველოდებოდი პრემიას ეს პრემია საერთოდ არ ჩამირიცხა ამ 24 დღის განმავლობაში ჯარისკაცი 105 ჯარისკაცი დატოვა პრემიის გარეშე
Вообще ნებართვა რომ მქონდა მაგას დავაკავებდი, ავიყვანდი არმიის ბაზაზე, იქ გვაქვს ბუნკერი და კაცშვილმა არის. მან ჩავიყვანდი. იმდეს უბაყუნებდი, იმდეს გავწყვიტავდი შუას. მაგას გავაპოვდი ყმაში. ეხლა ვარ აქეთ გადმოსული და ეხლა ველოდები ახალ გუბერნატორს, თუ გვიანთ არ იქნება. მაგას უკვე ავუსრულებ, იმიტომ რომ რაღაცეები შეიცვლება ახლა მომავალში და მე ვაპირებ, რომ თუ არ ჩარიცხა პრემიები, ფორმები არ მოგცა წესიერი, რაც გვეკუთვნის. ის 4 მილიონი რაც იქნა ჩაერიცხა არმიაში, აქეთ მოუწევს რომ ჩარიცხოს და ზემოდან დაამატოს კომპენსაციის სახით 1-2 მილიონი. ახალ გუბერნატორი თუ იქნება ძველი ვალი რაც არის, ის არ ჩამოიწერება და ახალ გუბერნატორი გადაიხდის მაგის ვალს, იმიტომ მე არ მაინტერესებს ახლა ვინ იქნება მთავრობაში, ვალია. თქვენ რას თქვით? ფედერალური ბიურო, ვაფშე არ ვუსნობს სიმართლე რო გითხრა. ერთი მე რაც ვიცი ახლა მოდი სიმართლეს გეტყვი რა. არმიაში რო ვიყავი მე გენერალი რო ვიყავი, მაშინ ეს საგუშაგოზე მეყენა არმიის დირექტორი ვინც არის. და რო ჩავდიოდი ხოლმე ფიბის ხო, რო ჩავდიოდი ხოლმე ესე ჩესლა მიღებდა, ხო? კარებს გამიღებდა, გავდიოდი ხოლმე თავის დაკეტავდა კარებს. და ეხლა ეგ დაინიშნა ფედერალური ბიურო. ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? მე კარგი ჯარისკაცები აღუზარდე და აქ ყავს ახლა ვინც კარგად აღუზარდე, კაი ჯარისკაცები, მაგრამ ისინი ვინც იქ დარჩნენ და SGP-ზე რომ უნდა მდგარიყო და ფუნქცია მოვალეობა არ შეუსრულებია და დღემდე იქ უნდა ყოფილიყო, უცბად ფედერალური ბიუროს დირექტორად ინიშნება. ამწურავად გიპასუხოთ. დაწკაპონების შტატი უნდა ავიღოთ ხელში. ვიღაც აქ მე გავიგე ინფორმაცია რადიოში მოვისმინე. ეს რადიოს ქვია, თქვენ თუ გაქვთ მანქანაში არის TikTok-ი არის რაღაცა რა ესეთი რადიო არის. ხო, ბანդ რაღაცა შემხვდა რომ ისო ფედერალური ბიურო შტატს აკონტროლებს. ვის აკონტროლებს, გამიკონტროლო მაგერა. მე ვაკონტროლებ ყველაფერს. შტატს აკონტროლებს შერიფები და კონკრეტულად ერთი ქვედანაყოფი არის მან. Shadow შერიფი ქვია. ის თავს ნიშნავს. არა, ქურდების. თქვენ ტელევიზიის არაფერი. ვისთან მიიტანს მაგას, ვისთან? ისე ქალბატონ თქვენ საკავებელი ზანდებით და თუ დაგაკავოთ ვერაფერსაც ვერ გააშვიკებთ. თქვენ თუ გინდა გაქვს რო ყავთ. არა, პროსტა ის. შტატს აკონტროლებს თორნიკე ბარლი, LSSD-ის მთლიანი დეპარტამენტი, არა მარტო შერიფის პალტობეის, არამედ მთლიან ქალაქს. ვინმეს რამე პრეტენზია აქვს? შტატს. ვინმეს რამე პრეტენზია თუ აქვს, აქ ჩემს პარკინგზე ველოდები. ისა. და მიუწერეთ იქ ყოფილი წროსებიანი გენერალი ამბობს ამას თქვა. სამართლიანად გააშვიკეთ თქვენთვის ვაჭრობებს. გენაცვალე აგენტო, გენაცვალე შემოგი. ამწურავად გიპასუხოთ. ასეთი იყო ვეზენიუსის დღის მთავარი გამოშვება. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.